მოგესალმებით, მე ვარ თეკო შენკენი, თქვენ ისევ ჩემს არხზე ხართ და დღეს ჩემი სტუმარი არის ჩემი კოლეგა და მეგობარი მარიამ ნოდია. გამარჯობა. მარიამ, მადლობა რომ მოხვედი. მარიამი როგორც თქვით არის ვიზაჟისტი და ძალიან მინდოდა რომ ჩემს არხზე ზოგადად ვილაპარაკოთ არა მარტო კარგ რაღაცებზე, რაც თქვა კულისებს მიღმა არის ცუდ რაღაცებზეც, მათ შორის რაც აი უბრალოდ მე და შენ ვილაპარაკობთ ხოლმე კადრს მიღმა და გავუზიაროთ ჩვენი მე მგონია რომ ძალიან აინტერესებს ხალხს და განსაკუთრებით დამწყებ ვიზაჟისტებს აინტერესებთ, იმიტომ რომ ისინი ხო ამ გზას ახლა გადიან, რაც ჩვენ უკვე წლებია გავიარეთ, ხო? კითხვას დავიწყებ ტრადიციული კითხვით, რომ არა ვიზაჟი, ვინ იქნებოდა მარიამ ნოდია. პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თეკო მოწვევისთვის. ძალიან მიხარია რომ დღეს აქ ვარ შენს გვერდით. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ალბათ ვიქნებოდი მომღერალი. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს სიმღერა, მართალია არ გავყევი არანაირად ამ საქმეს და ბავშვობაში ჩემთვის მღეროდი და რაღაცას ვცდილობდი, მაგრამ ალბათ მომღერალი ვიქნებოდი სიამოვნებით. რა ინტერესო, მე მგონი ეს არავინ არ იცოდა შენ შესახებ, ხო? კარგად რომ მღერი. ხო, უკრავ? არა, სამწუხაროდ ბავშვობაში უკრავდი, მაგრამ მე ხა ჩემი ცხოვრებიდან, პროფესიიდან გამომდინარე, ამისთვის რო არ რჩება, თუმცა სიამოვნებით ვისწავლდი გიტარაზე დაკვრას, გავიხსენებდი და ვისწავლდი, განვითარდებოდი. დღესაც მოქვს ამის სურვილი, მაგრამ ეს არ არის გვიანი. რა თქმა უნდა. როგორი იყო შენი გზა, მარიამ? აი, როგორ დაიწყე, ან რატომ დაიწყე? ვინმეს რჩევით დაიწყე, შენ გინდოდა მაკიაჟი რომ ძალიან გიყვარს, სადაც ვიცი, მაგრამ აი როგორ დაიწყე, როგორ გადაწყვიტე, რომ წავიდე ხა მაკიაჟი უნდა ვისწავლო? მე როდესაც ამ სფეროთ დავინტერესდი, ეს იყო სადღაც ალბათ 15 წლის წინ, როცა ჩვენთან ჯერ კიდევ არ იყო ესეთი აქტიური გამოწერები, რაღაც უცხოეთიდან რაღაც ყიდვა ჩამოტანა და ჩემი მეგობარი, რომელიც დღეს უკვე ვიზაჟისტია სპოთაშორის, მან მასწავლა Sephora-დან როგორ უნდა გამომეწერა რაღაც საინტერესო პროდუქტები და დავიწყე გამოწერა. როცა მივხვდი, რომ ძალიან ბევრი პროდუქტი დამიგროვდა, თან მაშინ არ იყო ამდენი YouTube-ი, ამდენი ვიდეოები, ამდენი ვიზაჟისტი ჩვენს გარშემო, ვინც დღეს უხვად გასცემენ და ინტერნეტიც არ იყო. ინტერნეტის ძალიან ისე იყო, ხო. გასცემენ ინფორმაციას, დავიწყე ესე იგი ამ ყველაფრით დაინტერესება და ერთ მომენტში ჩემმა მეუღლემ, რომელიც ჩემი ძალიან დიდი მხარდან მჭერია დღემდე, მითხრა, რომ თუ ესე მოგწონს და გაინტერესებს, მიდი და პროფესიონალურად დაეუფლე ამ საქმეს და გექნება შენი ესეთი პროფესია, რომელიც არის ასევე ჰობიც. და ეგ ძალიან მაგარია, როცა შენი ჰობი ხდება შენი რაღაც შემოსავლის წყარო და პროფესია და მაშინ დავიწყე სწავლა თბილისში ვიყავი. ბაში პატარა მყავდა მეორე უკვე. გავიკითხე, შენ მაშინ არ გქონდა სკოლა. ამიტომ მაშინ ეს პატარა ხო, ვინც იყო ესე ვთქვა, ტამპანი დროს ვიზაჟისტი, მასთან გავიარე კურსები და შემდეგ უკვე გავაგრძელე განვითარება საზღვარგარეთ. კი. სხვადასხვის ბევრი ქართველი ვიზაჟისტისგან გამიგია, რომ ძალიან მოწონთ სლავური მაკიაჟი. შენ როგორ ფიქრობ, მარიამ? შენ ცხოვრობდი იქ და მაგიტომ გეკითხები. როგორ ფიქრობ? კარგი მაკიაჟი. ყველანაირი კუთხით, გემოვნები ტექნიკით. რასაც ნამდვილად ვერ დაუკარგავთ, თუნდაც უკრაინელებს, რუსებს, ზოგადად ვინც ამ სლავურ მაკიაჟს ასე ვთქვათ, მიეკუთვნება, არის ის, რომ უმაღლეს დონეზე აქვს დაყვანილი ტექნიკა სისუფთავის კუთხით. ჰიგიენას არ გულისხმობ შემთხვევაში. მაგრამ აი ტექნიკურად ძალიან სუფთად მუშაობენ. ფერები, გემოვნება შეიძლება აბსოლუტურად არ ჩნდებოდეს ჩემს სტილში და ჩემს ესთეტიკაში, თუმცა რაც მე ვისწავლე, ასე ვთქვათ, მათგან არის ეს სუფთად მუშაობა, რასაც აი წლიდან წლამდე ვხვდებოდი და ვხედავდი ხოლმე, როგორ ვითარებდი და ვაუმჯობესებდი, ასე ვთქვათ, იქაური მიღებული ცოდნა გამომდინარე. ეს ნამდვილად არის და სხვათაშორის როცა პარიზის აკადემიაში ვიყავი, იქ მივხვდი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ აბსოლუტური, ესე იგი ეს 180 გრადუსით შემოbrunდა იქაური მასტერკლასების შემდეგ და კურსის შემდეგ, მივხვდი რომ ესე იგი რა დონეზე მაღალ საფეხურზე აქვს დაყვანილი სლავურ მაკიაჟში ეს სისუფთავე, იმიტომ რომ პარიზში იყო აბსოლუტურად სხვა სამყარო. რა იყო პარიზში?
ხო გეტყვი. აბსოლუტურად არიცავდნენ. 5 დღიან მასტერკლასზე იყო, როგორც ვიცი, საკმაოდ ესეთი კი, make-up forever-ის აკადემიაში ეს ძალიან მიამაყება, თუმცა ყოველთვის ვიტყვი ამას, რომ მე ვერ ვიტყვი იმას, რომ რაღაც ახალი და განსაკუთრებული იქ შევისწავლე. უბრალოდ ვეზიარე ეგრეთ წოდებულ ევროპულ მაკიაჟს, ვხვდი როგორ მუშაობენ, რა საფეხურებს გადიან, ჰიგიენის ნორმები როგორი აქვს და ასე შემდეგ. თუმცა ის სიძლიერის, ტექნიკური სიძლიერის მხრივ ნამდვილად ბევრად მაღალ საფეხურზე იყო ჩემთვის ის სკოლა, რომელიც მანამდე მქონდა გავლილი. ამიტომ ფერებით და სტილით შეიძლება ჩემთან ახლოს არ არის, მაგრამ აი ეს ხაზი რაც ეხება სუფთა მაკიაჟს ჩვენ გვიყვარს ეგო. მე და შენ განსაკუთრებით ნამდვილად ძალიან მაღალ. იცი რა მაინტერესებს? აი მაგალითად რა შევადაროთ ევროპული, სლავური და ქართული. ანუ მაკიაჟები. აი რა სახას დაარქმევდი ქართულ, ასე ვთქვათ, მაკიაჟებს, რასაც თბილისში ხედავ შენ, სლავური როგორია და ევროპული როგორია შენი აზრით? აი რითი განსხვავდებით რა არის ჩვენში, ან კარგი, ან ცუდი? და პირიქით. ჩემი აზრით, ევროპული მაკიაჟი არის no make-up-ი. Okay. ცოტა თქვათ no make-up-ი არ არის, მაგრამ ანუ იქიდან გამომდინარე, რომ მოდიოდნენ ქალბატონები მოდელებად თმა შეუყვება, ვირჩხილ გაუკეთებენ, ანუ ძალიან ხო იქ გამომშრალი კანით, ან შეიძლება იყო აკნე. ნუ ეს ჩვეულებრივი მომენტია, ხო ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ ისინიც, მაგრამ ძალიან მინიმალისტური ყველაფერი, ყველა ტიპის მაკიაჟი რაც იმ ფუტკაში გავიარე, იყო ძალიან მინიმალისტური. ამიტომ no make-up-ს დავარქმევდი მე ევროპულ მაკიაჟს. სლავურ მაკიაჟს დავარქმევდი color make-up-ს. Okay. იმიტომ რომ უყვართ 97 ფერის გამოყენება, 90 ბაზის დადება, მერე ზევიდან რაღაცა პიგმენტი, ისეს ძალიან color make-up-ი არის ჩემთვის და ქართული მაკიაჟი ალბათ ჩემთვის უფრო კლასიკური მაკიაჟი. არა no make-up-ი, უფრო halo make-up-ი, nudes, halo-ს შორის და ნუ smoke-იც გვიყვარს, იმიტომ რომ რაც ახლა მიმუშავე ამაც წლის მანძილზე უმეტესად მაქვს მოთხოვნა ან no make-up nude მაკიაჟზე, ან smoke-ზე. ანუ არ არის ხოლმე რაღაცა მოთხოვნა ფერად მაკიაჟზე ჩვენთან. ამიტომ ვიტყოდი რომ უფრო კლასიკური 90-იანები თითქოს უფრო მეტად ჩვენთან ჯერ კიდევ აქტუალურია, ხო? ზოგადად მსოფლიოში ჩვენთან განსაკუთრებით აქვს. უფრო ისეთი ნაზი ფერები, სიმკვეთრე არ უყვართ, იმიტომ ესე დავყოფდი. შეიძლება იცი, ყველა მაკიაჟი, ყველა ვიზაჟის უფრო სწორად ყავს თავის iconic person, ანუ ვინ არის შენთვის iconic? ვიზაჟისტებს გულისხმობ. ალბათ კევინ ოქუა, იმიტომ რომ ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი make-up artist-ია და ძალიან სამწუხარო რომ ძალიან ადრე დაგტოვა. ამიტომ რომ მედიაში ის ასე დღეს სხვა სელებრიტები თუნდაც კარდაშიანები ან სხვა წამყვანი IT girl-ები იბრალებენ, ეს ყველაფერი მოდის იმ დროიდან, როცა კევინმა ეს ყველაფერი დაიწყო და თუნდაც გადაღებებზე, მშვენებებზე ამის დემონსტრაციას ახდენდა. და რა თქმა უნდა პატ მაგრატი, რომელიც ჩემი ფავორიტია, ლეგენდაა, ცოცხალი, ასე ვთქვათ და ძალიან მიამაყება, რომ ერთ-ორჯერ ჩემჩნეულის ვყავარ და ეგ და საამაყოა ჩემთვის. ეხლა მომიგდო ზუსტად ამის წინაც მემორი მისი კომენტარი და ლაიქები და ძალიან სიამოვნო ფაქტი. ეხლა არ მახსოვს შეიძლება ესე. მაგრამ მესმის ძალიან სასიამოვნო ფაქტია. დიდი мотиваცია იყო, რომ ესეთი დონის ადამიანმა რაღაც დოზით შეამჩნია ჩემი ნამუშევარი და რაღაც ჯგუფშიც ვიყავი გაერთიანებული, სხვა შორის Facebook-სა და მქონდა ხოლმე ესეთი კავშირი მის გუნდთან და მიამაყება ეგ. როგორ ფიქრობ რა არის შენი ხელწერა? რითი გამოირჩევი სხვა კოლეგებისგან? ალბათ მინიმალიზმი, მინიმალისტური მაკიაჟი, ის ჭყვიალებიც და გლითერის ზომიერი, ვიღაცას უყვარს უფრო მეტად გაბჭყვრალება, უფრო მეტად ფერის გამოკვეთა. მე ალბათ უფრო კლასიკისკენ მივდივარ და მომხმარებლებიც ყავს შესაბამისი, რომ არ უნდათ. აი, სულ მეუბნებიან, აი თქვენ რო გაქვთ, თქვენ რომ გქონდათ და ნუ მე ძირითადად მაქვს შეიძლება ვიღაცა თქვას, რომ სულ ერთნაირია ჩემი მაკიაჟი, მაგრამ ეს არის ჩემი სტილი და ჩემი ესთეტიკა. სადა, ნუდი, თუმცა ადრე ვაკეთებდი ძალიან ფერად მაკიაჟებსაც. და ალბათ ასაკის მატებასთან ერთად ეს ყველაფერი მოდის. ნელ-ნელა პრაქტიკასთან ერთად ასე დგინდება შენი ხელწერა, ანუ ასე
იხვეწება ხელწერაც და ესეც უნდა იყოს. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით სოციალური ქსელიდან და სხვათა შორის რაც ქართველებს დიდად არ ახასიათებს ხოლმე, რამაც მომხიბლა სხვათა შორის და რამაც ასე ვთქვათ მიბიძგარო რაღაცა ისე დამეგობრებული ყავით, იყო რომ შენმე მომწერე ჩემი ლაივის მერე ერთ-ერთ დიდ ჯგუფში მქონდა ლაივი პირველად თუ მეორე თვალსებ და ძალიან გამიხარდაო რომ გამოჩნდიოდა რაღაცა ისეთი თბილი მესიჯი მომწერე მახსოვს და ასე გავიცანით ერთმანეთ და ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ როგორც წესი ქართველებს ცოტა ვიკავებთ ხოლმე ერთმანეთის მიმართ კომპლიმენტებისგან, არ ვიცი რატო, მაგრამ საერთოდ ძალიან ცუდი მოსაზრება არის, რომ რაღაცა კოლეგებს ერთმანეთი არ უყვართ. მე ძალიან მიყვარს ჩემი კოლეგები და საერთოდ სტუდენტებსაც ყოველთვის ვასწავლი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ კოლეგებს ერთმანეთი უყვარდეთ, ერთმანეთს მხარი დაუჭირონ, ხელი გაუმართონ და ასე შემდეგ და ასეც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, რათა ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა, მე მგონი არ იცი საზოგადოებამ. ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა, ძალიან ორითად წარმოიდგინე რამდენი წელია უკვე. მე ფილმის გადაღებაზე ჩამოვიდა კიდე მარიამი, ჰოლივუდის ფილმზე რომ მუშაობდით, მაშინ ჩამოვიდა და აი მოდი შენ თქვი, რა ნახე ისეთი, სხვათა შორის შენ მეკითხებიან, რატომ არ აკეთებ მასტერ-კლასს ან კლასებს, ასე ვთქვათ, ფილმის მაკიაჟზე და სულ ვიცახი, რომ ფილმის მაკიაჟი ასე არ ისწავლება, ეს ანუ სპეციფიკებს არ გულისხმობ, რა თქმა უნდა. თვითონ აი ხა შენ მან ნახე მან რომ სადაც პულს არ ვიყენებდით თითქმის და როგორ ასე ჰაერში მუშაობდით, იმიტომ რომ კამერა ხედავდა, იმასაც ჩვენი თვალი ვერ ხედავდა საერთოდ და ძალიან დიდი გამოცდილება იყო სადაც ჯერ ვარსკვლავთან მუშაობა, ესეთი დონის ფილმთან მუშაობა, დეივიდ ლინჩი საერთოდ და მე კიდევ აი ეს პრაქტიკა მე მანამდე არასოდეს არ მქონია, სხვა ფილმებზეც მიმუშავია მანამდე, მაგრამ არასოდეს არ მქონია, რომ პუდრი არ გამომიყენებია ფილმზე, იმიტომ რომ პუდრს ხედავდა კამერა და ეს იყო ახალი აღმოჩენა, რომ ისე უნდა გემუშავა, რომ არ აპრიალებულიყო პუდრის გარეშე და აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ make-up forever-ის HD ხაზით მუშაობდით, რაც უშუალოდ კამერისთვის არის გათვლილი და ჩვენს გაცნობას რაც შეეხება, მე მახსოვს, რომ შენ გააკეთე smoke მაკიაჟი. მართლა არ მახსოვდა რა გავაკეთე. და მე გავიკეთე ჩემს თავზე ეს მაკიაჟი და დავდეთ ფოტოები და მოგნიშნა, რომ აი თეკოს ტექნიკით გავაკეთეთ და იქიდან წავიდა ჩვენი მეგობრობა და სხვათა შორის არც ყავდა ერთმანეთს განახი, შენმა ისე შემოთავაზა, რომ შენი ასისტენტი ყოფილიყო ფილმზე და ეს შემთხვევით იყო უდიდესი გამოწვევა, ძალიან დიდი, ისე ვთქვათ, პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ არ მიყოდა ფილმზე ნამუშევრები, მით უმეტეს ესეთი დონის მსახიობებთან და ძალიან საინტერესოდ მახსენდება სხვათა შორის ეს პერიოდი და ის ტექნიკა, რასაც ჩვენ იქ რო იყენებდი, მუშაობდი, ეგ ჩემთვის იყო როგორც აი გადაკვალიფიცირება, ასე ვთქვათ, მე ვფიქრობ, რომ თავისუფლად შევძლებ ფილმზე მუშაობას იმ გამოსვლების შემდეგ. იმიტომ რომ იმ პერიოდში მე ძალიან ბევრი რამე ვისწავლე შენგან. კი, ფილმზე თუ არ ხედავ როგორ და რა, თვითონ მნიშვნელობა აქვს კამერას კიდევ ერთხელ მეორე. ისე აი ეს ზეპრად რომ ისწავლო, შენ ხა გადმოგცი და წახვიდე შენ იმუშავე, ხა ესე ვერ იმუშავე ფილმზე, უნდა ჯერ პრაქტიკა აუცილებლად გაიაროს ადამიანს. პრაქტიკა არის უნიშნულოვანი და მე სულ ამბობ, რომ ძალიან მადლიერი ვარ ჩვენი მეგობრობის, შენი კოლექტივი. სხვათა შორის მარიამ ფილმზე იმუშავა უფასოდ. და რატოა კონკრეტებ ამას? იმიტომ რომ არ ქონდა ფილმს დაფინანსება ასისტენტზე და ამიტომ მეც ვერ შევთავაზა ვერაფერი, მაგრამ რა თქმა უნდა, ზოგადად უცხოეთში ასისტენტების, ასე ვთქვათ, ასისტენტობაზე უხდიან აქეთ ახაც, რომ მივიდნენ სადმე კარგ ადგილას, იმიტომ რომ ძალიან ბევრს სწავლობ, ხო, აქედან გამომდინარე. აი შენ ჩემთვის ხარ მაგალითი, ოღონ მართლა, აი სტუდენტებს ხშირად ვეუბნები ძალიან ამას, რომ როგორ ასე ნაბიჯ არასოდეს არც რაღაცა მუშაობა დაგზარებია, არც დახმარება დაგზარებია, ჩემი თუმეტეს უფასოდ გულისხმობ, არც მე თუნდაც ფილმზე მუშაობა. ხო, გავიგე რომ მეგობრები ერთმანეთს ეხმარება, როგორც კოლეგას გულისხმობ, კოლეგას დახმარებას გულისხმობ. ამ შემთხვევაში, აი დამწყებებს რას ურჩევდი? დამწყებმა რომ იმუშაოს უფასოდ, თუნდაც რაღაც პერიოდი, ან სადაც აი რას ურჩევდი ამ შემთხვევაში? უნდა იმუშაოს უფასოდ დამწყებმა თუ თავიდანვე რაღაცა მოკლედ, აი ამ ფილმაზე მაინტერესებს რომ იმდენად მნიშვნელოვანია პრაქტიკა
ამ ჩვენ სფეროში, რომ დასაწყისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა მე რატო დავიწყე self-make-up-ის კურსები, ამას სულ ვამბობ და გოგოებსაც სულ ვეუბნები, რომ თავიდან ძალიან მინიმალური იყო ეს გადასახადი, რასაც მე კურსებს დავაწესე, ასე ვთქვათ. პირველ რიგში ჩემი თავისთვის გავაკეთე ეს, იმიტომ რომ მე ჩამოვდიოდი წელიწადში ორჯერ, შესაბამისად სხვა თვეები უფრო უმოქმედოდ ვიყავი და მინდოდა რომ ამენესხაურებინა ის დრო, რაც ჩემთვის დაკარგული იყო იმ პერიოდში. იმიტომ რომ ბავშვი მყავდა პატარა თუ ორსულები ყავ რაღაც მომსოს მიმდენ ბავშვი, რომელზე იყო ეგ არ ვიცი, ვერ ვიხსენებ, მაგრამ ნუ არ მქონდა იმის ფუფუნება, რომ მე სადმე მემუშავა. ამიტომ პრაქტიკა არის უნიშნულოვანი. დავიწყე ეს კურსები, იმიტომ რომ იმდენაირი ტიპის, კანის, ასაკის ადამიანთან მიწევდა ურთიერთობა და შეხება, რომ აი ესე შეიძლება ითქვას, რომ გარდა იმ კურსებისა და სწავლებისა, რაც მე გამოვიდა, მე ჩემი თავი გამოვწვენი ამ პროცესში. კი ბატონო. ასე რომ კი, უნდა იმუშაონ ჩემი აზრით დამწყებმა ვიზაჟისტებმა განსაკუთრებით, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ პრაქტიკას იძენ, იცნობ უამრავ ადამიანს. რაც ამ სფეროს ერთმანეთში ესე აკავშირებს. ფოტოგრაფებს, სხვადასხვა ასისტენტებს, რა ვიცი, დიზაინერებს და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, მე არაერთ გადაღებაზე მიმუშავია ესე, ფილმს თუ არ ჩავთვლით სხვა კიდევ ყოფილა ფოტოგადაღებები, სადაც წავსულვარ და ყოფილა 15-20 მოდელი შემიიღებავს და გამიკეთებია მაკიაჟი ერთი დღის მანძილზე და რა ბარი მოსულვარ ფაქტიურად სახლში, მაგრამ ეხლა რომ ახსენდება, ну აი ისეთი გამოცდილება იყო ეს ჩემთვის, რომ კი, ვფიქრობ, რომ კი. თუმცა არ დაგვაუწყოს ისიც, რომ თან უნდა დავაფასოთ ჩვენი შრომაც, რა თქმა უნდა. ну რაღაც დამწყებებზე გეკითხებოდი, იმიტომ რომ ეტაპის შემდეგ უკვე ალბათ თავისთავად მეტად დამწყები როცა იყავი. გახსოვს შენი აი ყველაზე ცუდი მაკიაჟი. ესე რაღაცა რომ ინერვიული ან რომ რაღაც არ გამოგივიდა ან რაღაცა და რატო ვიწეხი იცი ამას ყველას გონია რომ ჩვენ სხვა დამწყებები ვიყავით და რა თქმა უნდა მე მახსოვს მაგალითად გადაღება სადაც აი რაღაც სულ სხვა რაღაც მიდოდა მაგრამ სულ სხვა რაღაც გამომივიდა და ძალიან ვითარდა რა აი ძალიან ვინერვიულა რომ ის არ გამომივიდა რაც მინდოდა და მე ძალიან ბევრი ვიშრომე ამისთვის რომ და მაინც გავაკეთებ ფოტოშოპს. ამიტომ გახსოვს ეგეთი მომენტი. ესე რო გითხარი, ცუდი მაკიაჟი არ მახსენდება. ცუდი რაღაც გინდოდა რომ გამოსულდა, მაგრამ არ გამოგივიდა. მაგალითად, მომხმარებელმა მოთხოვა ისეთი თვალის და ტუჩის კომბინაცია, რომელიც აბსოლუტურად არაფერ შუაში არ იყო ერთმანეთთან. კონკრეტულად იმ ადამიანსაც კი არ უხდებოდა, ძალიან არ უხდებოდა, მაგრამ მაინც გამაკეთებინა. და შემდეგ როცა სარკაშინო იყვნენ და ჩავახედე, თვითონაც მიხვდა რომ არ და ნუ აბშალე მე თავიდან ყოფილა ძალიან ეგეთი. ეს აი მართლა ამას არ ვიძახი ქედმაღლურად არანაირად ისეთი იმით არ ყოფილა ჩუთქო რაღაცა ცუდი, ანუ ვერ ვიტყვი ცუდი, მაგრამ ყოფილა რომ არ მიდიოდა ერთმანეთთან მაგალითად ტუჩი და თვალი და გემოვნების კუპი. ხო, ყოფილა ეგეთ შემთხვევა. ყოფილა რომ ძალიან პროგრამულ კანზე მიმუშავია და ბოლომდე ვერ დამეთვალია, იმიტომ რომ იმ მომენტში და იმ პროცესში არ მქონდა იმ ჩემს კითში რაღაცა ისეთი და ეგ ძალიან დიდი შეცდომაა სხვათა შორის, ხო, ყოველთვის არ აქვს მნიშვნელობა წინასწარ იცით თუ არა ვისთან მიდიხართ, უნდა გქონდეთ ყველანაირი ტიპის პროდუქტი кейში, რომელიც რა იცი რა ხდება. შეიძლება კი ვიღაც გამოჩნდეს, ვისაც უნდა დამატებთ მაგიაში და ხო, ამიტომ კი აი ეგ იყო მაგათი ჩემი შეცდომა, რომ არ მქონდა ისეთი პროდუქტი, რომელიც ბოლომდე ამაკნეს ყველაზე უცნაური რა მოუთხოვია მომხმარებელს. ყველაზე უცნაური გრაფიკული ლაინერი საბანკეტო მაკიაჟზე და აბსოლუტურად შეუსაბამო თვალის ფორმასთან და ფუძვლოსთან და მე მოვახერხე ის, რომ გადავადგავინე იმ გოგონას, იმიტომ რომ ეცვა კლასიკური, ძალიან კლასიკური შავი კაბა, კლასიკური თვალწნილობა ქონდა და უნდოდა აი აბსოლუტური ინსტა მაკიაჟი თვალზე და რაღაცნაირად ისე მოვახერხე რომ შეაცხდება რომ შენ მეკითხებიან ხოლმე სხვათა შორის რომ აი თუ ფიქრობ რომ არ მომხდები მოდი შევცვალოთ და პრობლემები დარწმუნებული არა და თუ ხვდები რომ ცოტა არასწორი გეზი აქვს აღებული ვცდილობ ხოლმე რომ ცოტა შევარბილო. როგორ ფიქრობ მარიამ აუცილებელი არის კურსების გავლა თუ საკმარისია რომ YouTube-ზე ისწავლოს მაკიაჟი ადამიანი?
ეგ ჩემი ტკივილია. იმიტომ რომ შეიძლება ხოლმე მაგითხვაზე პასუხის გაცემა მოსწავლეებთან აუცილებელია პროფესიონალურ დონეზე მაკიაჟის შესწავლა არის აუცილებელი დასაწყისისთვის რომ რაღაცა სწორი მიმართულება მოგცეს ადამიანმა რომელსაც აბსოლუტურად ისმის ეს სფერო. იმიტომ რომ დღეს ძალიან უბრალოდ და ყველას პატივს ვცემ ჩვენ სფეროში ძალიან მრავალფეროვანი გახდა ეს ვიზაჟი ზოგადად და ბევრი დამწყები ვიზაჟისტი უკვე თავის თავზე იღებს იმ პასუხისმგებლობას რომ სხვა სასწავლოს და ეს ჩემი აზრით ცოტა არასწორია. რა თქმა უნდა არის გამონაკლისები როცა რაღაც საოცარი ნიჭით არის ადამიანი დაჯილდოვებული და მართლა შეიძლება არ ქონდეს ნასწავლი პროფესიონალურად და შეუძლია მას რომ ესე დადოს და რაც ასეც ეთქვი გაიმეოროს, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი გამონაკლისი და იშვიათი შემთხვევა. ამიტომ კი, ვფიქრობ რომ საბაზისო ცოდნა არის აუცილებელი. შემდეგ უკვე თუნდაც მასტერკლასები ონლაინ იქნება ეს რაღაც დასწრებით უკვე შესაძლებელია. მე ესე ვფიქრობ რომ კი. რა არის შენი პროფესიული შიში? ჩემი პროფესიული შიში არის ის რომ არ დამოგვიანდეს რაღაცა ისეთ ყველა საპასუხისმგებლოა ყველა მოხმარებელი რა თქმა უნდა რომ ერთხელ გამემართა ეგეთ რამე და მაგის მერე ეგ შიში მაქვს. გამოვიწყდა ჩაწერა ორი ადამიანის და ვენიში ვიყავით ამირეკეს რომ ჩვენ მოვედით და უცებ აი როგორი სველი თვით და გაწუწული გავარდი რომ თურმე გამავიწყდა საბანკეტო მაკიაჟი იყო თან ძალიან ისეთი საპასუხისმგებლო აი მაგის შიში მაქვს რომ არ და ეხლა უკვე რა თქმა უნდა მაგის შემდეგ პირველი რასაც ვაკეთებ ვაჩერებ მანქანას რა ვიცი რასაც ვაკეთებ და ვიწერ რომ არ გამორჩეს ვინმეს ჩაწერა. თურმე მარიცის, მარიამს აქვს თავის სტუდია, ასწავლის მაი მეიქაპსაც, საბაზისო კურსებსაც როგორც ვიცი და კიდევ ბოლო კითხვა მაინტერესებს რას ურჩევდი ქართველ ვიზაჟისტებს. აი რა რჩევას მიცემდი, როგორც უკვე გამოცდილი ვიზაჟისტი. ბევრი რჩევა მაქვს. პირველ რიგში ის რომ აუცილებლად არ მოკიდო ხელი ამ სფეროს ისე თუ არ უყვართ ეს საქმე, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესია რომ გიყვარდეს ეს პროფესია. მე როცა მაკიაჟს ვაკეთებ, აი ყოველ ეტაპზე რაღაც შემდეგი პროდუქტის დადების ხვდები რომ ძალიან სწორ ადგილზე ვარ. აი იმდენად აღმოფრთოვანებს და მიწევს ეს პროცესი, როცა ადამიანი ცვლება, აი ჩემს თვალწინ ფუჩქნება რაღაცნაირად და იქ უკეთესი და უკეთესი ხდება, რომ სიყვარული აი ჩემი საქმის არის უნიშნავანი. რა თქმა უნდა არის ხოლმე პერიოდები, როცა ცოტა ვეზარება, ცოტა რაღაცა სხვა ფაზაში ვარ ცხოვრების, მაგრამ სიყვარული აუცილებლად ხელს გვიწყობს. შემდეგ თვითგანვითარება ეს არის უნიშნავანესი, ეს არის სფერო, რომელიც ყოველ დღე შეიძლება რაღაც ახალი შემოვიდეს, თუნდაც ის კარგად დავიწყებული ძველი გაცოცხლდეს, ამიტომ აუცილებელია რომ განვითარება მაქსიმალურად ამ ცოდნაზე ორიენტირება, იმიტომ რომ ყოველთვის იქნება ვიღაც ვინც შენზე მაგარია და ყოველთვის შეიძლება რომ სულ ამ ყველაზე ცუდი ვიზაჟისტისგანაც კი შეიძლება რაღაცა წავს ადამიანმა. კი ბატონო. მუდმივი განვითარება ეს არის უნიშნაური. აუცილებელია ჩემთვის. და ამას პროექტში ამას ვუჩვენდი რომ არ განებდნენ, არ გაჩერდნენ, არ ითქვენ რომ მე ყველაფერი ვიცი, არა, არაფერი არ ვიცით, ყოველთვის წინ და წინ უნდა წავიდეთ. არ მეკითხავს პროდუქტებზე. როგორ ფიქრობ ტექნიკა უფრო მნიშვნელოვანია თუ ძვირფასი პროდუქტი? ჩემი აზრით 50-50. იმიტომ რომ ეს კითხვა მომწერეს შენს გამო ინსტაგრამზე და შევფიქრდი რომ კითხავ თქო და გეკითხები მათ. ვფიქრობ რომ 50-50-ია. ჩემი აზრით კარგ ვიზაჟისტს შეუძლია ის რომ გამოასწოროს, რაღაცაში მიქსი გააკეთოს, შეურიოს, იქ ცოტა მოიტყოს და იქ კამერას დაანახოს რომ ამ დროს ანუ არის ეგ მომენტები, თუმცა კოსმეტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. არ არის სავალდებულო რომ ეს იყოს რაღაც გაპიარებული და ლუქს ხაზი, თუნდაც, მაგრამ აი ზუსტად მაგას გულისხმობ და ისევ მაგამდე მივიდივარ რომ განვითარება. ის რაც შეიძლება მე მგონია რომ ძალიან მაგარია თქოს რაღაც შანელია, ჩვენ მითხრა რომ მოდი რა მარია მაგერ არის მეორე ბრენდი რომელიც იგივე ნაკლები ფერს ორჯერ, მაგრამ ანუ იგივე საკითხი. ხო ანუ ეს ცოდნის გაზიარება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა ხარისხს რა თქმა უნდა მაინც აქვს მნიშვნელობა. მარიამ, მადლობა რომ იყავ ჩემი სტუმარი. მადლობა შენ რომ მივიწვი.